დევნილებისთვის უფასო პირადობის მოწმობების გაცემის აქციის ფარგლებში დღეს მორიგი შეხვედრა ბათუმში დევნილთა ახალ დასახლებაში გაიმართა. იუსტიციის სახლისა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აქციის დეტალები გააცნეს და ახალი პირადობის მოწმობების უპირატესობები აუხსნეს. აქცია კიდევ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მის ფარგლებში ელექტრონულ პირადობის მოწმობებს უფასოდ მიღების საშუალება 100,000-მდე დევნილს ექნება. იმისთვის, რომ საარჩევნო სია იყოს გაცილებით უფრო ზუსტი, ჩვენ ვახორციელებთ არაერთ ღონისძიებას, მათ შორის გავუცემთ უფასოდ სრულწლოვან დევნილებზე ახალი ტიპის პირადობის მოწმობებს, რაც უზრუნველყოფს ერთ ხმას ერთი ამომრჩევლისთვის. საქართველოს მასშტაბით არის 177,000 რეგისტრირებული დევნილი, რომელსაც არ გააჩნია პირადობის ახალი მოწმობა და დღეის მდგომარეობით 177,000-დან უკვე 31,000-მა მიმართა იუსტიციის სახლებს და იღებენ პირადობის ახალ მოწმობებს. აქცია ძალაში არის 23 ივნისის ჩათვლით, დარჩა კიდე 2 შაბათ-კვირა და მოუწოდებთ ყველა სრულწლოვან დევნილს მოვიდეს იუსტიციის სახლში და აიღოს პირადობის ახალი მოწმობა.